მოგესალმებით, მე ვარ თეონა გეგელია და თქვენ უყურებთ ნამდვილ ისტორიებს. დღეს ვილაპარაკებთ ალბათ ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ კაცს, პირველ პოლიტოლოგზე ისტორიაში, როგორც მას ხშირად უწოდებენ, ნიკოლო მაკიაველის. მადლობა ყველას, ვინც გვიყურებს, იწონებს და აზიარებს ჩვენს ვიდეოებს. მადლობა ჩვენს ახალ გამომწერებს და ერთგულ მაყურებლებს. თქვენი აქტიურობით, კომენტარებით, სისტემატური ინტერესით ნამდვილი ისტორიების მიმართ ეს არხი არსებობს, იზრდება და ვითარდება. გამოგვიწერეთ, ვინც ჯერ ჩვენი გამომწერი არ ხართ, მოგვიწონეთ ვიდეოები, გვეკამათეთ და გვაკრიტიკეთ. ამით მხოლოდ დაგვეხმარებით ბევრი ეპიზოდის შექმნაში. არსებობს 2015 წელს Amazon-ის Kindle-ის ციფრულ ფორმატში გამოქვეყნებული მაიკ ტაისონის ვრცელი ინტერვიუ მონოლოგი. ცნობილი მოკრივე, მსოფლიო ჩემპიონი ლაპარაკობს იქ წიგნების კითხვის შესახებ. იმაზე თუ რა ისწავლა მან წიგნებიდან და რომ ოდესმე თავადაც დაწერს წიგნს. ამბობს, რომ უყვარს ბოჰემური მწერლები, ფიცჯერალდი, ჰემინგუეი, ნორმან მეილერი და უცებ ამბობს, რომ სიამოვნებისთვის ხშირად კითხულობს მაკიაველის. რომ მაკიაველი ყველაზე დახვეწილი მწერალია დედამიწაზე თუ არ ჩავთვლით შექსპირს. რომ მაკიაველიმ გაუსწრო დროს, ნამდვილი მანიპულატორია, ყველაფერს მლიქნელობით მიაღწიაო. საკმაოდ ბევრი წიგნი მაქვს წაკითხული და თუ სწორად მახსოვს მაკიაველი ერთგან ამბობს. დიდხანს არ ვამბობდი იმას, რასაც გულისხმობდი, რადგან არასდროს გულისხმობდი იმას, რასაც ვამბობდიო. ყოველთვის, როდესაც სიმართლეს ვამბობდი და ამას უკვე ტაისონი ამბობს, ფუთავდი მას იმდენ ტყუილში, რომ შეუძლებელი იყო სიმართლე გაგერკვია. ეს მასწავლა წიგნებმა. მე გავხდი ის, ვის შესახებაც ვკითხულობდი. ვინ იყო ეს კაცი მე-15 საუკუნიდან, რომლის გავლენამ მათ ყველა დროს გაუძლო და სპორტსმენებამდეც მიაღწია? რამდენად სასარგებლო აღმოჩნდა მისი რჩევები პოლიტიკოსების და მმართველების მთელი თაობებისთვის და თავად თუ სჯეროდა იმის, რასაც წერდა. შევეცდებით გავარკვიოთ. ნიკოლო მაკიაველი დაიბადა 1469 წლის 3 მაის ფლორენციის რესპუბლიკაში, ბერნარდო და ბარტოლომეა მაკიაველების ოჯახში. ეს იყო ძველი, მაგრამ გაღარიბებული გვარი. მამა იყო ნოტარიუსი. ამ დროს იტალია დანაწევრებულია. მაკიაველის ოჯახი ცხოვრობს პატარა სოფელში, ფლორენციასთან ახლოს და ნიკოლოს გარდა ოჯახში კიდევ რამდენიმე ბავშვი იზრდება. წარსულში საკმაოდ შეძლებულ ოჯახს ფინანსური პრობლემები აქვს, მამა ვალებს ვერ ფარავს, არადა ბავშვების მოვლას და ზრუნვარს ბევრი ფული სჭირდება. ამის მიუხედავად, ნიკოლოს მამა დიდ ყურადღებას აქცევს ბავშვების განათლებას და მათ წიგნებით ამარაგებს. ნიკოლოს ყველაფერს გააკეთებს კარიერული წინსვლისთვის და დასაწყისში მართლაც ყველაფერი შესანიშნავად გამოუვა. რადგან ოჯახს ფული არ ჰქონდა, რაც ხარისხიანი განათლების მიღება სჭირდებოდა, პატარა მაკიაველი დაკავდება თვით განათლებით. მან არ იცოდა ბერძნულ ენაზე კითხვა თავის თანატოლებისგან განსხვავებით, მაგრამ დამოუკიდებლად ისწავლა ლათინური და იტალიური წერა-კითხვა. ეს გზას გაუხსნის მას მეცნიერებებისკენ. კითხულობდა და უყვარდა დანტე ალიგიერის ღვთაებრივი კომედია. სწავლობდა ტიტუს ლივიუსის და ციცერონის ნაშრომებს. ისტორიით მას შემდეგ დაინტერესდა, რაც პლუტარქეს პარალელური ბიოგრაფიები წაიკითხა, მომავალში ეს წიგნი მის შეხედულებებზე დიდ გავლენას მოახდენს. ეხლა რა ეპოქაა ის, რომელშიც მაკიაველი ცხოვრობს და ყალიბდება? ახალგაზრდა ნიკოლო ცხოვრობს დროში, რომელიც სავსეა პოლიტიკური, ინტელექტუალური და საეკლესიო ძვრებით. ფლორენცია იყო ერთ-ერთი იმ მრავალქალაქ სახელმწიფოს შორის, რომლისთვისაც იბრძოდნენ იმ დროის დიდი პოლიტიკური სახელმწიფოები: პაპობა და რომის საღვთო იმპერია, საფრანგეთი და ესპანეთი. კლასიკური ბერძნული და რომაული ტექსტების თარგმნა და ახალი გამოცემები ხელს უწყობს ახალ ინტელექტუალურ მოძრაობას, რომელიც ცნობილია რენესანსის სახელით და რომელიც აახლებს ინტერესს ქრისტიანობის და კლასიკური კულტურის მიმართ. იმავე დროს, მიუხედავად იმისა, რომ ეკლესია ევროპაში ყოველთვის მნიშვნელოვან როლს ასრულებდა, მაკიაველის დროს მისი მონაწილეობა საერო პოლიტიკაში ხდება აგრესიული. ეკლესია ახალი ტერიტორიებისთვის დამპყრობლურ ომებში პირდაპირ ერთვება. ფლორენცია ხდება საბანკო ცენტრი და ბანკირების ოჯახი მედიჩები ფლორენციის ფაქტობრივი მმართველები არიან. 1468 წელს მაკიაველი ჯერ ბავშვია, როდესაც პაცების ოჯახი შეთქმულებას მოაწყობს მედიჩების წინააღმდეგ, მაგრამ უშედეგოდ. ამ დროს ემთხვევა დომინიკელი ბერის ფანატიკოსი სავონაროლას აღზევებაც.
ნიკოლო 27 წლის არის, როდესაც შარლ მერვე, საფრანგეთის მეფე, შეიჭრება იტალიაში. მედიჩები დატოვებენ ფლორენციას და ის ხელში ჩაუვარდება სავონაროლას. თითქმის 3 წელიწადში ბერს სიკვდილით დასჯიან, ხოლო პიერო სოდერინი აღადგენს რესპუბლიკურ მმართველობას. მთელი ამ წლების განმავლობაში ახალგაზრდა მაკიაველი ძალიან დაინტერესებულია იტალიის პოლიტიკური ცხოვრებით, რაც გასაკვირი არ არის. მეგობრებისთვის გაგზავნილ წერილებში ის ხშირად აკრიტიკებს თავისი დროის პოლიტიკოსებს, იმავე ჯიროლამო სავონაროლას რეფორმისტულ იდეებს და გადაწყვეტილებებს. მალე მისი პოლიტიკური შეხედულებებით ჩამოყალიბდება და აღმოჩნდება იმ ადამიანების ბანაკში, ვინც ფლორენციის მმართველ ოჯახს მედიჩებს უპირისპირდება. როდესაც მედიჩებს გააძევებენ და შემდეგ სავონაროლასაც გაუსწორდებიან, ფლორენცია გახდება რესპუბლიკა და მაკიაველი ხდება მაღალი რანგის მოხერე. ნიკოლო უკვე თითქმის 30 წლისაა და ის გახდება ფლორენციის რესპუბლიკის მეორე კანცლერი. ეს თანამდებობა მოიცავდა როგორც საშინაო, ასევე საგარეო და დიპლომატიურ უფლებამოსილებებს. ის დიპლომატიური მისიით მოგზაურობდა ბევრ ევროპულ ქვეყანაში და აქტიურად მუშაობდა ფლორენციის პოლიციის გაუმჯობესებაზეც. ამ დროს, რა თქმა უნდა, ბევრი მტერიც გაიჩინა. 1501 წელს ნიკოლო მაკიაველის მოჰყავს ცოლი, მარიეტა კორსინი, რომელთანაც მას 7 შვილი ეყოლება და ცხოვრების ბოლომდე ისინი დარჩებიან ერთად. დღემდე შემორჩენილ წერილებში ჩანს, რომ მათ კარგი ურთიერთობა ჰქონდათ და ცხოვრების ბოლომდე პატივს სცემდნენ ერთმანეთს, მიუხედავად იმისა, რომ მაკიაველი ძალიან ღალატობდა ცოლს, გაუთავებლად რომანები ჰქონდა და ხშირად ამას არც მალავდა. მაგალითად, ის უკვე 8 წლის დაქორწინებულია, როდესაც ლუიჯი გვიჩარდინის ვერონადან მანტუაში წერს წერილს, რომ მრავალი დღის განმავლობაში ცოლ-ქმრული ურთიერთობის არ ქონის გამო, სქესობრივ ურთიერთობებში ძალიან მოუწესრიგებელი გახდა და ისეთ მოხუც მეძავს გადაეყარა, რომ საეჭვოა კარგახნით ვინმეს მიმართ რაიმე მსგავსი სურვილი გაუჩნდეს. ის წერლის ოსტატობით აღწერს ამ მოხუც მეძავს, რომელთანაც მაისურის ყიდვის საბაბით სადღაც მიწურში შეიტყუეს, სადაც შუქი მხოლოდ კარიდან აღწევდა, რომ ის ვერ ხედავდა ამ ქალს და დაინახა მხოლოდ მაშინ, როდესაც ყველაფერი დასრულდა. აღმოაჩინა, რომ მას არ ჰქონდა კბილები, იყო უკიდურესად დაუბანელი და გრძელი წვერით. და ამ ნატურალისტურ თხრობას ის ასე ამთავრებს. არ მჯერა, რომ ლომბარდიაში ყოფნის დროს რაიმე მსგავსი სურვილი კიდევ აღმეძვრება. მაგრამ ღმერთის მადლიერი ვარ, რადგან ისეთი გადავიტანე, აღარანაირი იმედგაცრუება აღარ მაშინებს. 1512 წელს, როდესაც კარდინალი ჯოვანი მედიჩი გახდა რომის პაპი ლეო მეათე, მედიჩების მმართველობა ფლორენციაში დაბრუნდა. მაკიაველის თანამდებობიდან მოხსნიან და მედიჩების წინააღმდეგ შეთქმულებაში დაადანაშაულებენ. მას დაიჭერენ, სასტიკად აწამებენ და სიკვდილით დასჯასაც უპირებდნენ, მაგრამ მინისტრობის დროს ის რამდენჯერმე დაეხმარა მედიჩების დინასტიის მომხრეებსაც, რაც მას გადაარჩენს. მაკიაველის არ ჩამოახშობენ, მაგრამ გადაასახლებენ. ის 8 წელს გაატარებს სოფელში სანტ-ანდრეაში და გადასახლების წლები იქნება ყველაზე ნაყოფიერი მის ცხოვრებაში. ამ დროს ჩამოაყალიბებს თავის ფილოსოფიურ აზრებს, მაგრამ პოლიტიკურ ამბიციებზე უარს არ ამბობს, უბრალოდ არავინ ასაქმებს. ამ ძალიან პროდუქტიულ წლებში ქმნის ყველაზე მნიშვნელოვან ლიტერატურულ და პოლიტიკურ ნაშრომებს. 1513 წელს დაასრულებს მთავარს, თავის მთავარ ნაშრომს, რომელიც ლორენცო მედიჩის ეძღვნება. ის რომ მას იმედი ჰქონდა, რომ მედიჩებს თავს მოაწონებდა და პოლიტიკას დაუბრუნდებოდა, ეს მის მიმოწერაშიც ჩანს. დაახლოებით ამავე დროს მუშაობს მსჯელობებზე ტიტუს ლივიუსის პირველი დეკადის შესახებ და დაასრულებს მას 1517 წელს. ასევე დაწერს სამხედრო ხელოვნების შესახებ ტრაქტატს. არც ერთ მის მნიშვნელოვან ნაშრომს მის სიცოცხლეში არ გამოაქვეყნებენ. მსჯელობები გამოქვეყნდება 1531 წელს, ერთი წლის შემდეგ კი მთავარი. 1510-იანი წლების ბოლოს ის წერს ასევე თავის ოქროს ვირს, მაგრამ არ დაასრულებს. კომედიას მანდრაგორა. ფლორენციული ისტორიები და ომის ხელოვნება 1525 წელს გამოქვეყნდება. 1520 წელს ის ბრუნდება ფლორენციაში და დასაქმდება ისტორიოგრაფად. ამ დროს მუშაობს წიგნზე „ფლორენციის ისტორია“, რომელიც, როგორც იქნა მედიჩებმა შეუკვეთეს, მაგრამ მაღალ პოლიტიკურ წოდებებზე მხოლოდ ოცნებობს, რადგან ყოფილ დიპლომატს არავინ ენდობა. 1527 წელს ფლორენცია დამარცხდება რომის საღვთო იმპერიასთან და გამოცხადდება ახალი ფლორენციული რესპუბლიკა. მაკიაველი კიდევ ფიქრობს, რომ დაბრუნდება ხელისუფლებაში, მაგრამ მძიმე იმედგაცრუება ელის ახალი რესპუბლიკის შექმნიდან ერთ თვეში ის გარდაიცვლება.
ეხლა რა ხდება მის მთავარ ტექსტში, მთავარში? ბევრი პოლიტიკოსის საყვარელ წიგნში. მთავარი არის მაკიაველის ცენტრალური ფილოსოფიური ნაშრომი. აქ ის წერს თუ როგორი პოლიტიკური გადაწყვეტილებები მიაჩნია სწორად, რა ნაბიჯები უნდა გადადგას ხელისუფალმა ძალაუფლების განმტკიცებისთვის. ის ემხრობა სახელმწიფოს გაუმჯობესებაში ძალისმიერ მიდგომებს. სახელმწიფოებრიობის შენარჩუნებას თulis უფრო მნიშვნელოვან ღირებულებად, ვიდრე ცალკე აღებული ადამიანის სიცოცხლეს. თუკი მმართველს უნდა ქვეშევრდომები მორჩილებაში ჰყავდეს, არაფრად უნდა ჩააგდოს ის, რომ მას სისასტიკეში დაადანაშაულებენ. უნდა გაიმარჯვო ძალით ან ეშმაკობით. ხალხს ჩაუნერგო სიყვარული და შიში. მოიშორო ადამიანები, რომლებმაც უნდა ან შეიძლება ზიანი მოგაყენა. ამ აფორიზმებმა ის აქცია დიქტატორების საყვარელ ავტორად. მაგალითად, მთავარი იყო ლენინის და სტალინის სამაგიდო წიგნი. სხვათა შორის კიდევ ერთი ცნობილი ფრაზა, რომ მიზანი ამართლებს საშუალებას, შეცდომით მიეწერება მაკიაველის. ეს გამონათქვამი შესაძლოა ეკუთვნოდეს ან თომას გობს, ან იგნატიუს ლოიოლას. არადა ტერმინის მაკიაველიზმის ყველა განმარტება, როგორც წესი, ამ ფრაზით იწყება. ეხლა რა არის ეს მაკიაველიზმი? ეს არის მართვა უხეში ძალით მორალის გარეშე. მაგრამ კაცი, რომლის სახელმაც ეს ტერმინი შექმნა, არც უხეში იყო და არც ამორალური. ცხადი ამას ჰქონდა ადამიანური სისუსტეები, რაც მის პირად ცხოვრებას უფრო ეხებოდა, რაზეც ზემოთ ვილაპარაკეთ, მაგრამ ის აზრი, რაც მის შესახებ დამკვიდრებულია, აშკარად შორსაა რეალობისგან. ბიოგრაფიული ცნობები მაკიაველის შესახებ არ ტოვებს მასზე ცივსისხლიანი კაცის შთაბეჭდილებას, არადა მმართველებს ის სწორედ ამისკენ მოუწოდებდა. ნიკოლო მაკიაველი იყო ამბიციური მოხელე, რომელიც დაზარავდა ხელისუფლების შეცვლით და მოიფიქრა ისეთი გზები, რომლებსაც მის შემთხვევაში რომ ეარსება, რეჟიმი არ შეიცვლებოდა. შესაბამისად დააზღვევდა მას უმუშევრობისგან. თავის ნაშრომში ის ცინიკურად ასწავლის მომავალი თაობის მონარქებს, როგორ უნდა მართონ ქვეშევრდომები ისე, რომ მათ აჯანყების შესახებ აზრი თავში არ მოუვიდეთ. მისი ზოგიერთი რჩევა საკმაოდ გონივრულია. ოღონდ ჭკუით თუ მიუდგები, მაგრამ მთავარის ბევრი გვირგვინიანი მკითხველი მის რეკომენდაციებს იმდენად ხისტად და სულელურად ასრულებდა, რომ პასუხად მხოლოდ ხალხის აღშფოთებას იღებდა. შედეგად მაკიაველის სახელი გახდა ინტრიგების, ცვიერების და ცინიზმის სინონიმი. თვისებების, რომლებიც რეალურ ნიკოლო მაკიაველის დიდი ალბათობით არ გააჩნდა. ზოგიერთი მონარქი, რომელსაც რევოლუციით ამხობდნენ, თავის უბედურებებში მაკიაველის ადანაშაულებდა. არადა ის უბრალოდ ძალიან მონდომებული მოხელე იყო, რომლისთვისაც უმუშევრობა ისეთი ტრავმა აღმოჩნდა, რომ ამ ტკივილის და გაჭირვების კომპენსაცია სცადა ტრაქტატების წერით. გამოდის, რომ სამსახურიდან რომ არ გაეთავისუფლებინათ, მაკიაველი ალბათ იარსებებდა, მაგრამ მაკიაველიზმი დიდი ალბათობით არა და ამაში დიდი ისტორიული ირონიაა. ვინიც რამდენად ჯეროდა იმის, რასაც წერდა. შესაძლოა, უბრალოდ იცნობდა რა მმართველ ელიტას მათ რჩევების ისეთი ნაკრები შესთავაზა, რომ ფიქრობდა მოეწონებოდათ და მადლიერების ნიშნად დაასაქმებდნენ. მის ერთ-ერთ წერილში ჩანს თუ როგორ ამყარებს ის ამაზე იმედს. საბოლოო ჯამში ამ ვერაგული აზრებით ვერც თავად ისარგებლა, ხოლო მათგან ვინც ისარგებლა, ისიც მისი გარდაცვალების შემდეგ უმრავლესობამ ცუდად დაასრულა. წარმოიდგინეთ სამსახურიდან უსამართლოდ გაშვებულმა ყველა ადამიანმა, რომ ასე ამის მიათასე და დიზიოს შური სამყაროზე, ამ პლანეტისგან რა დარჩებოდა. ნიკოლო მაკიაველის მთავარი მე-16 საუკუნეში დაიწერა, ის ხშირად ექცეოდა ცენზურის ქვეშ და ამაზეც ვილაპარაკებთ, მაგრამ ამის მიუხედავად ეს არის ერთ-ერთი იმ წიგნებიდან, რომელსაც ყველაზე ხშირად კითხულობენ. წიგნმა, რომელიც მმართველებს პოლიტიკურ ინტრიგებსა და ცვიერებას ასწავლიდა, მალევე გამოიწვია მძაფრი და ურთიერთსაპირისპირო რეაქციები. აღფრთოვანებიდან სრულ მიუღებლობამდე. ყველაზე მკაცრად მაკიაველის განმანათლებლებისგან მოხვდა და ყველაზე მწარედ მას აკრიტიკებდა პრუსიის მეფე ფრიდრიხ მეორე. ფრიდრიხ დიდმა, რომელსაც ფილოსოფოს მეფესაც უწოდებდნენ, მთავარს უწოდა მავნე, სამართლო და საზარელი სწავლება, რომელიც მაკიაველიმ გაბედა და კაცობრიობას შესთავაზა. როგორ აღარ ლანძღავდა ფრიდრიხი მთავარს. უწოდებდა მას არამხოლოდ მცდარ თხზულებას, არამედ ბოროტს და ამაზრწენს, ხოლო თავად ავტორს ურცხვდა ღვიძლიან თაღლიც.
რატომ ბრაზობდა ასე პრუსიის მეფე? ის იყო უნიკალური თვისებების ადამიანი, ძალიან ცოცხალი გონებით, ითვისებდა თანამედროვეობის ყველაზე პროგრესულ და თამამ იდეებს. იმ დროის მონარქებიდან საეჭვოა ვინმეს დაეწერა ის, რაც მან დაწერა, რომ მეფეები ზუსტად ისეთივე ადამიანები არიან, როგორიც სხვები და რომ ყველა თანასწორია. ჯერ კიდევ კრონპრინცობის დროს ძალიან ბევრს კითხულობდა, რამდენიმე წელი მიმოწერა ჰქონდა ვოლტერთან და განმანათლებლობის იდეებმა გაიტაცა. მას სჯეროდა, რომ ადამიანის ბუნება მიისწრაფვის გონიერების, სიკეთის და სამართლიანობისკენ. ამიტომ მისი აზრით, სახელმწიფოს მართვის საფუძველი უნდა ყოფილიყო ეს სამი რამ. მაკიაველის შეხედულებები კი ამის სრულად საპირისპიროა, რადგან ის ამოდიოდა იქიდან, რომ ადამიანი ბუნებით არის ცბიერი. ფრიდრიხი უკვე პრუსიის მეფე იყო, როდესაც 1740 წელს ჰოლანდიაში გამოქვეყნდა ანონიმური ნაშრომი „ანტი-მაკიაველი ან კრიტიკული მსჯელობა მაკიაველის მთავარს“. მის გამოცემაზე მუშაობდა ვოლტერი. მალე მთელმა ევროპამ შეიტყო, ვინ იყო ნამდვილი ავტორი, რომელიც ყდაზე არ ეწერა, რომ ეკლესიის და სხვა მონარქების კრიტიკას პრუსია არ დაეზიანებოდა. ფრიდრიხი მაკიაველის ორი მიმართულებით აკრიტიკებდა, როგორც მოაზროვნეს, რომელიც საკუთარ თავს ეწინააღმდეგებოდა და როგორც ბოროტი და ტირანიული მმართველობის მხადაგებელს, რომელსაც მხოლოდ ძალაუფლების წყურვილი და ანგარება ამოძრავებს. ოპტიმისტი და ჰუმანისტი პრუსიელი მონარქი პირიქით დარწმუნებული იყო, რომ მმართველი ვალდებულია ყველა სხვა სარგებლოზე მაღლა ხალხის კეთილდღეობა დააყენოს, რომ ხალხი არ არის მმართველის საკუთრება, არამედ მმართველია ხალხის პირველი მსახური. ის უნდა იცავდეს მათ ინტრიგების და სიცრუისგან, რადგან ინტრიგები და ტყუილები სახელმწიფოს და მის მმართველს სიკეთედ არ მოუბრუნდება, არამედ საფრთხეთ. თუ კი შენ თავად არ ყოფ ფიც, როგორ შეიძლება სანდო მოქალაქეები ყავდეს? თუკი მაკიაველი თვლიდა, რომ შიში ბევრად ეფექტიანი ძალა იყო მონარქის დასაცავად ხალხის და გარემოცვისგან, ფრიდრიხს მიაჩნდა, რომ ბევრად ეფექტიანი ძალა იყო სიყვარული და პატივისცემა. კმაყოფილი ხალხი ბევრად გაურთხილდებოდა მზრუნველ მონარქს, ხოლო ის მმართველი, რომელიც მათ უსამართლოდ მოექცეოდა და აწყენინებდა, განაწყობდა მათ საკუთარი თავის წინააღმდეგ. ყველა სახელმწიფოს, რომლის მმართველიც მაკიაველის რჩევებით იხელმძღვანელებდა, ფრიდრიხი უწინასწარმეტყველებდა ძალიან სამწუხარო ბედს და დასასრულს. პრუსიის მეფე თვლიდა, რომ სახელმწიფოს აძლიერებენ ადამიანები, რომლებსაც შეეძლოთ თავისუფალი შრომა და მაგალითად მოჰყავდა პატარა, მაგრამ მდიდარი ჰოლანდია და უზარმაზარი, მაგრამ ღარიბი რუსეთი. და მართლაც მაკიაველი არაფერს წერს იმაზე, თუ როგორ ღუპავდა მმართველებს მათი მანკიერი თვისებები და პირიქით როგორ მოჰქონდა მათთვის დიდება სამართლიან და გონივრულ ქცევას, როგორც ეს იყო ლორენცო მედიჩის ან მარკუს ავრელიუსის შემთხვევაში. ფრიდრიხისთვის კი ისტორია იყო საუკეთესო მტკიცებულება მაკიაველის მცდარი აზრების წინააღმდეგ. მედიჩების რესტავრაციის შემდეგ ფილოსოფოსისთვის დადგა ძალიან მძიმე პერიოდი. აი, რას წერს ის წერილში თავის მეგობარს ფრანჩესკო ვეტორის. გასული თვის 23 რიცხვში, როგორც იქნა მივიღეთ თქვენი წერილი, საიდანაც შევიტყვეთ თუ როგორ მშვიდად და ზომიერად ასრულებთ თქვენს მოვალეობებს სამსახურში და მოგიწოდებთ ასე გააგრძელოთ, რადგან ის, ვინც ივიწყებს საკუთარ სარგებელს სხვის გამო, საკუთარსაც დაკარგავს და სხვებისგან მადლობასაც ვერ ეღირსება. შემდეგ უყვება, როგორ ცხოვრობს, როგორ უჭირს და როგორ უნდა მედიჩებს მიაწვდინოს ხმა თავისი ნაშრომის მთავარის შესახებ, რომელიც მათთვის შესაძლოა სასარგებლო აღმოჩნდეს და რამე საქმე მაინც დაავალონ. მე ვკოტრდები და სულ ცოტა ხანში საშინელ სიღატაკეში აღმოჩნდები. აღარაფერს ვამბობ ჩემს სურვილზე, რომ მედიჩებმა გაიხსენონ, რომ ვარსებობ და ქვა მაინც ამაგორებინონ აღმართზე. რადგან ახლაც თუ არ მომაქციეს ყურადღება, მაშინ ყველაფერი ჩემს თავს უნდა დავაბრალო. ამ წიგნის წაკითხვის შემდეგ კი გამოჩნდება, რომ 15 წელი კი არ მეძინა, არამედ ვსწავლობდი სახელმწიფოს მართვის ხელოვნებას. ყველას მოუნდება გამოიყენოს იმ ადამიანის გამოცდილება, რომელიც მზადაა ის სხვებს გაუზიაროს. რაც შეეხება ჩემს ერთგულებას, აქ დაეჭვება არღირს, რადგან ის, ვინც ერთგული და წესიერი იყო, როგორიც მე 53 წლის განმავლობაში, ერთ წამში ბუნებას ვერ შეიცვლის. ჩემს ერთგულებას და წესიერებას ადასტურებს ჩემი სიღარიბეო, წერს ის ფრანჩესკო ვეტორის. მაკიაველის ცხოვრების ბოლო კვირები მისთვის იყო მძიმე, პოლიტიკური იმედები გაუცრუხდა და პატივმოყვარეობა შეელახა. გადასახლების და მრავალწლიანი ლიტერატურული საქმიანობის შემდეგ მას ჰქონდა იმედი, რომ სახელმწიფო სამსახურში დაბრუნდებოდა ტრიუმფით. მაგრამ ასე არ მოხდა.
1527 წელს ფლორენციაში მოხდა აჯანყება და ქალაქის მმართველი მედიჩები ისევ გააწევეს. ქალაქში აღდგა რესპუბლიკა. მაკიაველის იმედი გაუჩნდა, რომ დაბრუნდებოდა კანცელარიის მდივნის თანამდებობას. 10 მაისს რესპუბლიკის დიდი საბჭოს კრებაზე მაკიაველის კანდიდატურასაც უყარეს კენჭი და ის კატასტროფულად დამარცხდა. მომხრე იყო 12 ადამიანი, წინააღმდეგი 555. ახალი რესპუბლიკის ხელისუფლებაც მას უყურებდა ეჭვის თვალით. გაუხსენეს მედიჩებთან თანამშრომლობა, დაადანაშაულეს ცინიზმსა და უღმერთობაში. საბჭოზე დებატების ნაცვლად მაკიაველის სასამართლო გაიმართა. მარცხმა ის ფსიქოლოგიურად გატეხა. 58 წლის ფილოსოფოსი მიხვდა, რომ მიუღებელი იყო და უცხო როგორც მონარქისტებისთვის, ასევე რესპუბლიკელებისთვის. ის განმარტოვდა თავის აგარაკზე სანკაშანოში, ქალაქგარეთ, სადაც სტრესის ფონზე გაუწვავდა კუჭის ტკივილები და 12 მაისს გარდაიცვალა, რამდენიმე ახლო მეგობრის გარემოცვაში. არსებობს ცნობილი ლეგენდა მისი სიცოცხლის ბოლო საათების შესახებ. თითქოს გარდაცვალებამდე მეგობრებს უამბო, რომ ნახა სიზმარი, სადაც გაუბედურებული და ღატაკი ხალხი სამოთხისკენ მიდიოდა. შემდეგ კი დაინახა ჯოჯოხეთისკენ მიმავალი დიდი ფილოსოფოსები პლატონი, ტაციტუსი და პლუტარქი და თქვა, რომ ჯოჯოხეთში ვისურვებდი მოხვედრას და ამ დიდ ადამიანებთან პოლიტიკაზე ლაპარაკს, ვიდრე სამოთხეში მართალთა შორის მოწყენილ ყოფას. ამ ლეგენდის მიუხედავად მაკიაველის შვილის პიეროს ოფიციალური დასტური არსებობს, რომ მამამისი სიკვდილის წინ უკანასკნელად ეზიარა და გარდაიცვალა როგორც ქრისტიანი. მეორე დღეს ის მოგზაურობულად დაკრძალეს ფლორენციის სანტა-კროჩეს ბაზილიკაში, სადაც დაკრძალავენ გალილეო გალილეის და მიქელანჯელოს. მე-16 საუკუნიდან რომის კათოლიკური ეკლესია ოფიციალურად აწარმოებდა დაუშვებელი ლიტერატურის სიას. ამ სიას ერქვა აკრძალული წიგნების ინდექსი. სიაში სხვადასხვა ჟანრის ნაწარმოებები შეჰქონდათ, რომლებიც ეკლესიის მსახურთა აზრით ეწინააღმდეგებოდა კათოლიკურ მორალს და შეიცავდა შეცდომებს თეოლოგიური თვალსაზრისით. პირველი ინდექსი შეიქმნა 1557 წელს და მისი ინიციატორი იყო პაპი პავლე მეოთხე, მაგრამ მანამდე მსგავსიებს ადგენდნენ ნიდერლანდების, ვენეციის და პარიზის ხელისუფლებები. სხვადასხვა დროს ინდექსში მოხვდნენ მაგალითად ნიკოლაი კოპერნიკი, ჯორდანო ბრუნო, გალილეო გალილეი, ბენედიქტე სპინოზა, ბალზაკი, ჰიუგო და ფლობერი. სხვათა შორის ჰიტლერის მაინ კამფი ამ ინდექსში არ შეუტანიათ. ერთ-ერთი პირველი ავტორი, ვინც ამ ინდექსში შეიყვანეს, იყო ნიკოლო მაკიაველი და მისი მთავარი. ეს იყო ნაშრომი, რომელიც ცნობილი გახდა, როგორც უკვე ვთქვით, ავტორის გარდაცვალების შემდეგ და მისით განსაკუთრებით ინტერესდებოდნენ პროტესტანტები. ტრაქტატი, რომელშიც ავტორი ხსნიდა თუ როგორ უნდა ჩაიგდო ხელში და შეინარჩუნოთ ძალაუფლება, რომ მმართველებს უფლება აქვთ კანონიც არაფრად ჩააგდონ, თუ კი ეს კანონები ეწინააღმდეგება უმაღლეს სახელმწიფოებრივ ინტერესებს, მხოლოდ საერო ხელისუფლებას არ ეხებოდა. მასში იყო მსჯელობა საეკლესიო ხელისუფლებაზე, რომელსაც მაკიაველი აკრიტიკებდა, ამტკიცებდა, რომ ეკლესია იტალიის ერთსახელმწიფოდ გაერთიანებას ხელს უშლიდა, რომ მან დაკარგა რელიგიური სული და ცუდ მაგალითს აძლევდა ხალხს. მაგრამ ცალკე რელიგიას თვლიდა სასარგებლოდ და მიაჩნდა, რომ ხალხის დამორჩილების და წესრიგის განმტკიცებისთვის საუკეთესო საშუალებაა, რომ მმართველმა რელიგიური გრძნობები პოლიტიკური მიზნებისთვის უნდა გამოიყენოს, რადგან ზნეობრივად მტკიცე და მორჩილი საზოგადოება უფრო იოლი სამართავია. 1556 წელს კათოლიკურმა ეკლესიამ გაავრცელა დოკუმენტი, რომელშიც წერდა, რომ მთავარი დაწერილია სატანის ხელით. აკრძალული წიგნების ინდექსში ის პაპმა პავლე მეოთხემ შეიტანა, იეზუიტმა ბერებმა ეს მოიწონეს და მაკიაველის პორტრეტი საჯაროდ დაწვეს. თქვენ რას ფიქრობთ მაკიაველის ფიგურაზე, მის პოლიტიკურ რჩევებზე და გავლენაზე, თუ პრუსიის მეფის ფრიდრიხის მოსაზრებები უფრო მისაღებია თქვენთვის? ვის უფრო ემხრობით? აუცილებლად მოგწერეთ კომენტარებში და გამოიწერეთ ნამდვილი ისტორიები, რომ მომდევნო ეპიზოდები არ გამოგრჩეთ. ნახვამდის.